მივესალმები ჩვენს ამერიკელ პარტნიორებს. კარგი კურსი გქონდა, მე რამდენად ვიცი, ძალიან კმაყოფილები ხართ. თავარი ასევე ANL-ის პროგრამის ხელმძღვანელის მონდომი. კიდევ ერთხელ ყველას თქვენთაგანს უდიდესი მადლობა თქვენი მონდომებისთვის, მხარდაჭერისთვის და გისურვებთ წარმატებულ საქმიანობას. Every time we bring a course or equipment or developing the future of Georgian law enforcement together. I, like you, am a law enforcement officer. New techniques or new styles that you may have learned. I can never get this place მინდა მადლობა გამუხატო საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს მიმართ, რომლის ორგანიზებით და მხარდაჭერით განხორციელდა 6-კვირიანი კურსი პოლიციის აკადემიაში. ეს კურსი მიზნად ისახავდა სხვადასხვა უწყებების, საგამოძიებო დანაყოფების წარმომადგენელთა გადამზადებას, რათა მათ შემდგომში შესაძლებლობა ჰქონდეთ, როგორც ინსტრუქტორებს, ის ცოდნა და უნარი, რაც მიიღეს ამ კურსის ფარგლებში, გადასცენ თავიანთ კოლეგებს, არა მხოლოდ თბილისის ფარგლებში, არამედ რეგიონშიც. და ამ კურსის ფარგლებში კი განსაკუთრებით აქცენტი კეთდებოდა სწორედ თანამედროვე მეთოდოლოგიაზე და მეთოდიკაზე გამოძიების ფარგლებში, განსაკუთრებით კი მოწმეთა გამოკითხვისა და დაკითხვის წესზე, რაც ძალიან აქტუალურია საქართველოსთვის და შესაბამისად აქ ამ კურსით გადამზადებული ინსტრუქტორები უკვე საუკეთესო ბაზას ქმნიან იმისთვის, რომ კოლეგებს, ძალიანად სხვადასხვა უწყებების საგამოძიებო დანაყოფის წარმომადგენლებს ის ცოდნა და პრაქტიკული უნარები, რაც მიიღეს, გაუზიარონ მომავალში. The criminal investigator course, which we've just graduated today, is a critical element in the development of Georgian law enforcement. 19 students spent 6 weeks learning the entire breadth of state-of-the-art criminal investigative techniques. Those 19 students are now going to take those skills and those abilities and train the entire breadth of Georgian law enforcement in the newest, latest techniques and best practices to make Georgia safer, more advanced, and more interoperable with its international partners. And I'm proud to have been here today to be able to help graduate this course. ტრეინინგის მიზანს წარმოადგენს ტრენერების მომზადება სამომავლოდ სწავლების ჩატარებისთვის. გადმოგვეცა ასევე აღჭურვილობა, გადმოგვეცა ახალი ლიტერატურა, თუ როგორ უნდა ჩატარდეს თითოეული საგამოძიებო მოქმედება და ჩვენ მზად ვართ, რომ მომავალში განვახორციელოთ აღნიშნული სწავლებების სხვა სამართალდამცავ ორგანოს თანამშრომლობებით.